ეს არის 2025 წლის მათემატიკის ეროვნული გამოცდის ტესტი. წილადი 1.3 ეს იგივეა, რაც 1.6, ხო? უნდა გამოვაკლოთ 2 და 2. და მე უნდა გაამრავლო უკვე 10/13. 10/13. 10-ზე გამრავლო 3-ზე გავა. 2.2-ს რო 1 და 6 გამოვაკლო, არის -0,6. ნუ პასუხი არის -0,6. ან ეს არის, ხო? -0,6 რომ გავამრავლოთ 10-ზე არის -6 და 3-ზე რო გაყვა არის -2. აი პასუხი -2. სამკუთხედის კუთხეები ისე შეეფარდება ერთმანეთს როგორც 1, 3 და 5. იბოეთ სამკუთხედის უმცირესი კუთხის სიდიდე. ეს უმცირესი კუთხე x-ით აღნიშნოთ. მეორე კუთხე 3x იქნება, მესამე 5x, სულ გამოდის 9x, 180-ს ტოლია და 180-ზე 9-ზე გაყვა არის 20. ეს კი პასუხი ახაც d იქნება. ამას დაწერაც კი არგუმენტაზე პირად შეგვიძლია გავაკეთოთ. შემდეგი არის 0.5 მეტრი რადიუსის მქონე წრის ფორმის გაშლილი მაგიდის გაშლის დროს ნახევარწრის ფორმის ნაჭრებს შორის დგამენ მართკუთხედის ფორმის ნაჭრს. ნუ ეს სურათზეა ნაჩვენები, რომლის დიაგონალი არის ფესო 5. იბოვეთ გაშლილი მაგიდის ფართობი. აქ ნახევარი მეტრი რახანაკ რადიუსი და წრეწირია საბოლოო ჯამში. ნაური ნახევარი წრი არის და რომ შეერთო წრეწირი იქნება. წრის ფართობია, ხო? უბრალოდ წრი არის და ეს წრის ფართობი არის π r კვადრატი. სადაც π ნახევარი მეტრი არის, ხო? და 1/2 კვადრატი არის, მაგრამ π-ს მეოთხედი არის, ხო? π-ს მეოთხედი. ამის ფართობი. აი ამ ნახევარ წრების ფართობი. თვითონ ამ მაგიდის ფართობი აი უყურეთ, აი ეს არის დიაგონალი, ხო? დიაგონალი. და ეს არის 1 მეტრი. და ამისი გვერდი უნდა გავიგოთ და აი 11-ზე გავამრავლებთ რა, ეს არის ფესო 5. ფესო 5-ის კვადრატი არის 5, ხო? და 1-ის კვადრატი 1 და გამოდის ფესო 4 არის ამისი კვადრატი, ხო? ანუ ეს 2 არის რა, 2-ჯერ 1 არის 2. ანუ ამის ფართობი მთლიანად აი მართკუთხედი ნაჭრის ფართობი 2 მეტრი. ეს პ-ს მეოთხედს უნდა მივამატოთ 2. აი ეს არის ამის პასუხი. ამიტომ ნახოთ სად არის 2-ს მივამატოთ π-ს მეოთხედი მეტრი კვადრატი. აი ეს არის d არის, რაც დავიწყოთ სულ d-შია პასუხები. იბოვეთ a თუ 2a ხარისხავთ. ხო, მასთან მაგალითია რა. იბოვეთ a თუ 2 ხარისხა და უდრის კუბური ფესი 2 და კიდე შიგნით კუბური ფესი 2 და 3 ხარისხა. და ამ უნდა გავიგოთ რისი ტოლია. მოდი, ნუ აქ პირდაპირ ჩანს რომ არის 2 არის ახარისხად. და ეხლა აქ ნახოთ ახლა ეს რა იქნება 2 რამდენი ხარისხად იქნება. 3 ხარისხი ავიყვანოთ ეს თლიანად, ხო აი ეს. ესე იგი ეს არის ამისი ხარისხი საბოლოო ჯამში არის 1/13. აი ესეთი რაღაცა 2 კუბური ფესი 2-დან, აი ესე შეგებში რო ჩავსვათ ხარისხი 1/13 ხარისხად არის და ეგ არის 3/2 ხარისხად და 1/13 უნდა გაამრავლო 3/2-ზე. ხო? ესე იგი 3-ი გაბათილდება და ეს არის 1/2 ხარისხად. 1/2 ხარისხად. ესე იგი კვადრატული ფესი 2 კუბური ფესი 2-დან, ეგეთი რაღაცა. ეს ახლა ტოლია. 2 რო შევიტანოთ კუბურ ფესში, კუბში უნდა ავიყვანოთ, კუბში რო ავიყვანოთ, ამას იქნება 8-ჯერ 2 იქნება 16 და აი ნახეთ რა იქნება კვადრატული ფესი, მერე კუბური ფესი, მე-6 ხარისხის ფესი გამოდის სულ 16-დან, ხო? ხო, და ეს არის მე-6 ხარისხის ფესი. 16-დან, მე-6 ხარისხის ფესი 16-დან. 16 არის 2 ხარისხად 4. მე-6 ხარისხის ფესი არის 2 ხარისხად 4 მე-6. აი ეს. და 2/3 ხარისხად არის. 2/3 ტოლია. ესეც d არის. დავიჯერო ყველა სწორი პასუხი d არის ახლა 4-ვეში. რა თქმა უნდა შეგვეშალა. მოდი ვნახოთ აქ d იყო. აქ პასუხი არის 20 d არის. აქაც პასუხი ეს გამორჩა. საათის ფასი გაზარდეს 20%, შემდეგ შემცირდა 20% გახდა 96 დოლარი. თქვა 100 ხო 96 დოლარი. რაღაც x იღირდა 1 და 2 x გახდა, მერე იმის 20%
შემცირდა, გახდა 96 დოლარი და თავდაპირველი ფასი, ხო? ჩვეულებრივ ალბათ ჯობია განტოლება შევადგინოთ აქედან. ასე გავაკეთოს. ამას გადავახდით ძალიან და. ასე. ნუ ღირდა ეს x-ი დავუშვათ, x-ი, შეხედე, x-ი ღირდა. დაემატა 20% 0x-ი და გახდა 1.2 x-ი. მერე შეამცირეს ამის 20%, ამის 20% რამდენია? 20 რო გამრავლო ამაზე 2.4-ია და აწევდება, ხო? 1.2 და გამრავლო 20 და გაყვას. 0, ესე იგი 2 და 4 რაც ეგაყო 0.24, 0.24 x-ია ეს. და გამოვა 0.96 x-ი, 0.96 x-ი უდრის 96 ლარს. ეს გამოდის რომ x-ი არის 96, 0.96 და გავა 100 ლარი და მოხდეს. B არის, აჰა. და აი პირველში ეს D არის თვალსაჩინო, ხო? როგორც მახსოვს, მე ნახოთ კიდევ გადავხედოთ მაინც, ხო? თუ ეს აღარ აქვს პირველი. არც ესეც გამოჩა. ამასაც გადავახდით, წინ გავიქცეთ. ხო. ეს ალბათ გამოსტაზეც კომპიუტერში გეწევთ გაკეთება და ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ გამოტყოთ არაფერი რა. გადავახდით და რაღაცა. დაგჩერთ ეს ადვილი მაგალითებია, ხო? როგორც უმცირესი სამიზნეებიც, რომელიც 4-7-ზე გამოსას ნაში იქნება 3 ტონას. ხო. 4-ზე ყოფდა 7-ზე ყოფდა 3 ტონს ნაში იქნება. ესე იგი 28-ზე გაყო და დარჩეს 3 ტონი ნაში. ხო. აი ეს 28-ზე გაყოთ, ამდენჯერ მოცოცდება. სამნიშნა, ხო. უმცირესიო, უმცირესი. 4-ზე რო გავამრავლოთ ისა 2-3-ს ვინახავთ. 8 და 3 არის 11-12 და 3 დავუმატოთ, ხო? 115-ია რა. აი ეს იქნება 115. შეიძლება შემოწყდა. და აი ახლა ეს მაგალითი. იპოვეთ მე-4 სპეციფიკ ბედან მესვათ, მე-4 სპეციფიკ ადან გამოსახულება. შემოვა თუ ადაბერს გამოგვინა თოლს. არით ეს ამით დღევანდელი გაკვეთილი დავასრულოთ. მომავალ შეხვედრამდე წარმატებებს.